ის რაც კრიმინალი და დანაშაულია გერმანიაში, რატომ არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა საქართველოში? ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც ახალი წლის ღამეს ბერლინსა და გერმანიის სხვა ქალაქებში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებას და აკრძალული პიროტექნიკის გამოყენებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდნენ სამართალდამცველები და გერმანიის სამართალდამცავმა უწყებამ 400-მდე მოქალაქე დააკავა. შემდეგ კი ოფიციალურმა ბერლინმა პოლიციაზე თავდამსხმელები კრიმინალებად და დამნაშავეებად გამოაცხადა. მოგვიანებით გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა უფრო მკაცრი სასჯელი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც მოითხოვა მათთვის, ვინც მომავალში თავს დაესხმება პოლიციელებს, პარამედიკოსებს ან ექიმებს. ჩვენ გვსურს, რომ მომავალში გამოყენებული იყოს შემდეგი ნორმა: 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა თუ პოლიციელები, პარამედიკოსები ან ექიმების სახიფათო ჩასაფრებაში მოხვდებიან. ფედერალური მიწებიდან და ფედერალური პოლიციიდან გაძლიერებული ძალების განლაგება და ადრეული და თანმიმდევრული დარბევა სწორი საშუალებაა ძალადობისა და ქაოსის დამნაშავეების წინააღმდეგ. თუმცა, მხოლოდ ბერლინში უამრავი დაკავება და პოლიციელებზე განახლებული თავდასხმები ასევე აჩვენებს, რომ ეს დარბევა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ყველა დამნაშავებულ ოფიცერს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველა დამნაშავე დაისჯება მაქსიმალური სიმგაცრით. გერმანიაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოში გერმანიის ელჩის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარავის პირდაპირი მცდელობა უფრო მეტად ნათელი გახადა. არადიპლომატიური ქმედებებით ცნობილი დიპლომატი პიტერ ფიშერი რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველოში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი სამართალდამცველი მძიმედ დაშავდა და დაზიანდა პარლამენტის შენობა. მშვიდობიანი პროტესტი იყო. აქტიურად კეთდებოდა განცხადებები ბუნდესტაგის დეპუტატებისა და ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდანაც, რომლებიც დაკავებული მოძალადე აქტივისტების გამოშვებას ითხოვდნენ. პარალელურად კი ვხედავთ, როგორ რეაგირებს თავად ოფიციალური ბერლინი პოლიციელებზე თავდასხმასა და აკრძალული პიროტექნიკის გამოყენებაზე. რატომ მიიჩნევს ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირში მყოფი პიტერ ფიშერი საქართველოში მიმდინარე იმ მოვლენებს მშვიდობიან პროტესტად, რაც გერმანიაში კრიმინალად შეფასდა. ამ კითხვით გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მივმართეთ, თუმცა საელჩო უკვე მეორე დღეა დუმს. გერმანიის ელჩის პოზიციიდან გამომდინარე პარტია ხალხის ძალის ლიდერები კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ელჩების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პროცესებმა ლიბერალური ძალების რეალური მიზნები კიდევ ერთხელ ნათელი გახადა. სად ბრძანდება ახლა ზურაბიშვილი ან კოლექტიური ნაცმოძრაობა და ან მაგალითად გერმანიის ელჩი ბატონი პიტერი, რომლისგანაც მე როგორც პარლამენტის წევრი მაგალითად ვითხოვ ახსნა განმარტებას. ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ როდესაც გერმანიის ელჩმა და ასევე სხვა ელჩებმა დაგმეს პოლიციის ქმედება, მაშინ როდესაც დამშვიდობიანი აქციის მონაწილე უწოდეს პიროტექნიკის გამომყენებელ და მოლოტოვის კოქტეილის მსროლელ აქციის მონაწილეებს, აგერ ბატონო გერმანიაში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირდაპირ მოითხოვა ჯერ დააკავა 400 ადამიანი და მერე პირდაპირ მოითხოვა გამკაცრება იმ სანქციების, ვინც პიროტექნიკას გამოიყენებს პოლიციელების წინააღმდეგ და 5 წლამდე პატიმრობა უნდა რომ შეიტანოს კანონმდებლობაში. და ეხლა მე მგონი ქართული საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ გერმანიის ელჩმა მისცეს ახსნა განმარტება, ან დაგმოს თავისი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალები არიან ის ადამიანები, ვინც პოლიციელებს პიროტექნიკას ესვრიან. და ან თქვას, მაშინ საქართველოში სხვა რა ხდებოდა, უარესიც ხდებოდა პიროტექნიკასთან ერთად ესროდნენ პოლიციელებს, მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს. და ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაიგოს ახლა ქართულმა საზოგადოებამ ეს პარტნიორული ურთიერთობები, რომ დემოკრატია გერმანიაში სხვანაირად მოქმედებს, ამერიკაში სხვანაირად მოქმედებს და საქართველოში სხვანაირად მოქმედებს. დაძაბულობის პიკში ასულ მსოფლიოს თუ ვერაფერი განმუხტავს, ის გადაიჩეხება. დღეს მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ომს ანაცვლეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს მეგობრობის სახელით ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება. ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში ესროლეს, ფიცოს სლოვაკეთში ჩაცხრილეს, საქართველოს პრემიერი გააფრთხილეს. ზელენსკი, რომელმაც მათივე თქმით ომში ფული იშოვა, გმირად გამოაცხადეს და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მშვიდობისთვის საკუთარი დახარჯა დაასანქცირეს.
გერმანიაში პიროტექნიკით შეიარაღებული მომიტინგეები დამნაშავეები ყოფილან, საქართველოში კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ვადაგასულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია საჩუქრად უბოძეს და არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს არჩევის წესი დაუწუნეს. ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც გაღმიდან უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდნენ და რეალობას თვალი გაუსწორონ. საკუთარი ქვეყნის რყევით, პიროტექნიკით, მოლოტოვის კოქტეილების სროლით, ლანძღვით და ვერტშარდის ბუშტის საჯაროდ დაცლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ. არც ვინმეს თქვენი დარდი არ აქვთ და არც ჩვენი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ ეპრიორიტეტებად. გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ. დაფიქრდით, თორემ თქვენთვისაც გვიან იქნება და უმრავლესობასაც გამოუსწორებელ შარში გახვევთ. ახალი წლის ღამეს არეულობა არ ყოფილა მხოლოდ გერმანიაში. ბელგიის დედაქალაქში ათობით ავტომობილი დაწვეს, ინფრასტრუქტურა დააზიანეს. პოლიციელებს და მეხანძრეებს კი ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. არეულობა იყო საფრანგეთშიც, სადაც ახალი წლის ღამეს 900-ზე მეტი მანქანა დაწვეს. ინციდენტების უმეტესი ნაწილი დაკავშირებული იყო პიროტექნიკის არასათანადო გამოყენებასთან. მათ შორის პოლიციელებისა და მეხანძრეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ბელგიაში 159, საფრანგეთში კი 420 ადამიანი დააკავეს. ევროპის ქალაქებში მომხდარი არეულობების გამო ევროკავშირში ფოიერვერკის გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ. ბელგიის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა კი ადგილობრივ დონეზე ეს შეზღუდვა უკვე დააწესა.